მოგესალმებით საქართველოსა და ისრაელის მაჩის წინა ვარჯიშამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ხუჩა კვარაცხელიასთან. ხუჩა, მოგესალმები, პირველ რიგში მინდა მოგილოცო ახალი სტატუსი ეროვნულ ნაკრებში, გუნდის კაპიტანი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ სექტემბერში. რა პასუხისმგებლობაა შენთვის? რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყო უდიდეს პასუხისმგებლობა იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ამ პასუხისმგებლობას გრძნობდა, ვფიქრობ, რომ ამ ასე ვთქვათ, დიდი სირთულისთვის მზად ვართ ყველანი და შევეცდები, რომ სამაგალითო ადამიანი ვიყო როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ და გავაკეთო ყველაფერი და იმედია, რომ იმ შედეგს მივაღწევთ, რომელსაც ერთად ვისახოთ. რაიმე რჩევა ხო არ მიიღე გურამ კაშიასგან, როდესაც გადმოგაბარა კაპიტნის სამკლაური? კი, რა თქმა უნდა, ამაზე აქამდეც ბევრს საუბრობდით და გურამი ჩემთვის როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ უდიდესი მაგალითია და ბევრ რაღაც ვისწავლე მისგან და ძალიან ვამაყობ, რომ მასთან ერთად თამაში მომიწია და ის იყო ჩემი გუნდის კაპიტანი და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ იმის მიუხედავად, ის გტოვებს ძალიან რთულია ჩვენთვის, მაგრამ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ყველაფერი მისთვისაც, იმიტომ რომ მან შექმნა ეს ყველაფერი და ეხლა ჩვენ უდიდესი ასე ვთქვათ, სიმძიმე გვაქვს, რომ ზურგით ვატაროთ ეს ყველაფერი და გავაგრძელოთ მის ეს უდიდესი შრომა, რაც მან ჩადო ამ გუნდში. როგორ ემზადება გუნდი ორი შეხვედრისთვის, რომელიც მარტში გველდება? ვფიქრობ, ჩვენთვის თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვცდილობთ, რომ სულ ახალ რაღაცები განვახორციელოთ და ძალიან კარგად ვემზადებით. ვფიქრობ, გუნდი იდეალურ ფორმაშია და გავაკეთოთ ყველაფერს, რომ ეს ორი თამაში დადებითად დავასრულოთ. ბევრ ახალ რაღაცებს ვცდით და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება. უნდა კითხვა აუცილებლად ერთა ლიგის ჯგუფზე, B დივიზიონში ვიასპარეზებთ, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი ვეყოლება ჯგუფში, რა იქნება ჩვენი მიზანი? მიზანი ჩვენთვის ერთია, რა თქმა უნდა, მაქსიმალურს მივაღწიოთ, ყველა თამაში ჩვენ გულშემატკივრებს პირდებით, რომ გასამარჯვებლად გავალთ, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ გუნდი, რომელსაც შეუძლია თითოეულ გუნდთან მაქსიმალური გააკეთოს და გაიმარჯვოს, ასე რომ ჩემი აზრით ყველაფერი შესაძლებელია და მთავარია ვირწმუნოთ საკუთარი თავების, გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ ჩვენი ფეხბურთი. დანარჩენს უკვე დრო გვაჩვენებს. ბოლო კითხვა იქნება გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით, გაითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებით, რა ემოციაა, როდესაც თანამემამულეს ამხილად ტურნირზე ეთამაშა? კი, რა თქმა უნდა, ამაზე ნაკრებშიც ბევრს ხუმრობთ და ბევრს ხუმრობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოედნის გარეთ უდიდესი ძმაკაცები ვართ და მოედანზე როცა ერთმანეთის წინაშე მოგვიწევს თამაში გავალთ, ისე ძალიან ვერ ვიძმაკაცებთ, როგორც ვიმაკაცებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მამარდა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. ერთი ჩემთვის ცუდი ის არის, რომ მაინც ის ჩემი დადებითი თვისებები და რა ვიცი, ნახოთ როგორ მოხდება. რა თქმა უნდა, მამარდას ყველაფერს საუკეთესო უსურვებ და შევეცდებით, რომ ერთმანეთი დიდად არ დავაზიანოთ. მადლობა, დიდი წარმატებებს გისურვებ შენს და ეროვნულ ნაკრებსაც. მე კი შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები მიხეილ მეხის სტადიონზე უმასპინძლებს ისრაელის ნაკრებს 21 საათსა და 00 წუთზე პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ პირველი არხის პირდაპირ ეთერში.